სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ქართველების, აფხაზებისა და ოსების შერიგების ტაძარი შენდება. ქრისტეს მოციქულის, აფხაზეთის გამქრისტიანებლის სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპული ქართველი, აფხაზი, ოსი მეომრებისა და სამოქალაქო პირების სახელების საუკუნოდ აღიბეჭდება. ლოცვები გარდაცვალთა სულის სახსენებლად ჩატეხილი ხიდების აღდგენისა და ქვეყნის ერთიანობისთვის აღევლინება. ღმერთმა სავანესათვისა განუსვენოს ძმათა მკვლელი ომის მკვერდ ხოლო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიმართოს მშვიდობა. ღმერთმა დაალოცოს და გააძლიეროს მრავალი ჭირ გამოვლილი აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ჩვენი მოსახლეობა და ყოველი ადამიანი, ვინც ამ ტაძრის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას. ღმერთმა დაალოცოს აფხაზები, ოსები და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. ომების ზავებით არ მთავრდება, ეს მხოლოდ შენდობისა და შერიგების გზით ხდება. შენდობის ხანგრძლივი პროცესი კი ყველაზე მეტად ტაძარსა და ლოცვაში იკვეცება. მას, ვინც ერთხელ იბრძოლა და ომის სისასტიკეს პირისპირ შეეჩეხა, შეუძლებელია კვლავ ომი სურდეს. შესაბამისად, გასაკვირი სულაც არ არის, რომ შერიგების ტაძრის მშენებლობის იდეა აფხაზეთის მეომართა კავშირს გაუჩნდა. პატრიარქის ლოცვა კურთხევი ტაძრის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო. სამების ტაძრის ეზოში ეს ერთადერთი სხვა ტაძარია, რომელიც შენდება. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენ ნათლად და ცალსახად დავინახეთ, რომ ეს არ იყო ჩვენი ომი, ეს იყო იმ მესამე ძალის მიერ ორგანიზებული ომი, სადაც სამწუხაროდ არაერთი 1000 ადამიანი დაიღუპა, როგორც აფხაზები, ისე ქართველები. ზუსტად აი ამ ტაძრის მშენებლობის მიზანი და ამ ტაძრის მიზანი არის, რომ აი აქ მოხდეს შესაძლებლობა ყველამ ერთად შევიკრიბოთ და პატივი მივაგოთ აფხაზეთში დაღუპულ ბიჭებს. ჩვენ ახლა ვერ ჩავდივართ აფხაზეთში, ხო? არ შეგვიძლია იქ დაღუპული ადამიანების საფლავებთან მისვლა, სანთლის ანთება. ეს ტაძარი იქნება ის ადგილი, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია პატივი მიაგოს თავის დაღუპულს, აანთოს სანთელი, მიიღოს ლოცვაში მონაწილეობა და უბრალოდ შევთხოვოთ უფალს, რომ ეს ქვეყანა ერთიანი და ძლიერი იყოს. ამ ტაძრის საძირკველს აფხაზმა დედებმა ქვებზე დაწერილი გარდაცვლილი შვილების სახელები ჩააყოლეს. 2011 წელს, მაშინ როდესაც ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა, სამების საკათედრო ტაძარში ქართველ შვილმკვდარ დედებთან ერთად აფხაზეთიდან გადმოსული შაოსანი დედებიც იდგნენ. ამბობენ, რომ ტაძრის მშენებლობის დასრულებას ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები მოუთმენლად ელოდებიან. თუმცა ტაძრის მშენებლობა მშვიდობის მშენებლობის მსგავსად მარტივი პროცესი არ აღმოჩნდა. ფინანსური რესურსის არარსებობის გამო მშენებლობა რამდენიმე წლით შეჩერდა. თუმცა მეომართა კავშირისა და ფონდ კანანელის ინიციატივით ეს პროცესი წელს 23 მაისს სვიმონ კანანელის ხსენების დღეს კვლავ განახლდა. მათ ვინც გამოიარეს ეს ტკივილი ამ ყველაფრის ეპიცენტრში იყვნენ, გაუწოდეს შერიგების ხელი ჩვენ ძმებს და თავად ვეტერანების მეომრების ინიციატივა იყო ეს, რომ აფხაზ, ოს და ქართველების სახელზე აშენებილიყო მათი სულის საუხად შერიგების ტაძარი, როგორც უწმინდეს ბრძანებს და მოგუწოდებს ერთობისკენ, მიტევებისკენ. ეს ტაძარიც დიდი მნიშვნელობისაა, რამეთო მეუტევე და მოგეტევება. ღმერთმა გაგხადოს მშვიდობის და ერთობის ღირსი. სამ ბაზილიკიან ტაძარს, რომელსაც 5 საკურთხეველი აქვს, ერში უკვე შეარქვეს ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო. მისი მშენებლობის დასრულებასაც ქვეყნის, ერისა და ბერის ერთიანობა სჭირდება. ისე როგორც მახათას მთაზე, ტაძრის მშენებლობაში თითოეულმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა, თითოეული ჩვენგანის მიერ გაღებული ერთი ლარითაც შესაძლებელია ტაძრის მშენებლობის უახლოეს პერიოდში დასრულება და ლოცვების აღვლენა. დაღუპული ბიჭების სახელზე შენდება და რაცაც მოესწრებათ ამ ეკლესიაში და ილოცოთ აი ამ ჩვენებზე. თუნდაც ოსებმა, თუნდაც აფხაზებმა, ჩვენმა ძმებმა რა შუაშია ტაძარი ყველასია და ყველას მივიღებს უმრად დავხვდებით, გავაცილებთ, ყველას ვთხოვ, რომ ვისაც ღმერთი წავს და მეომრები ყველამ უნდა მიიღოს წვლილი ამის აშენებაში. ქვეყანა ბიზნესმენები ყავს. ცოტა რომ ყველამ გაიღოს, ცუდი არ იქნებოდა და აშენდებოდა ყველა მეომარის, ეს არ ქვია ამას, რომელიმე კუთხის, არის საქართველოს მეომართა კავშირის ტაძარი იქნება და მინდა რომ თქო ყველას ცოტა გაიღო, ყველამ და გააკეთოთ ამას. ვერ გავსდებით 2 და 3 კაცი. ღმერთმა დაუწოს ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობას ღემულობს და ვის მონაწილეობას მიიღებს ასე ამ ტაძრის მშენებლობაში.
ასეთი მოწყობა პატრიარქს ფაქტობრივად არ გაუკეთებია ასეთ ტაძრებს მშენებლობის დროს. რა თქმა უნდა, ფინანსების ნაკლებობა გამიცდით და გაჩერებულები არა ვართ, მაგრამ ესე იგი რაღაც ცერებს უფრო ნელა მიდის საქმე, ვიდრე უნდა მიდიოდეს. მთელი საქართველოს საკითხი და მთელი საქართველოს ტკივილია ასე დახლეჩილი საქართველო და ვერტმოქმედს რომ ბევრმა მიიღოს მონაწილეობა. მახათას მთაზე თითქმის თელმა საქართველოს მიიღო მონაწილეობა, მათ შორის თითოეულსაც დევდნენ ხალხი. აი ასე აშენდა მახათას მთის მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი. არანაკლები მნიშვნელობის თუ მეტის არა არის ესე იგი საქართველოს გაერთიანებისთვის ესე იგი შემოწირული თითო თეთრიც კი. გვინდა რომ თავად პატრიარქმა აკურთხოს, როგორც საძირკველი აკურთხა, ისევე ტაძარიც ახლო მომავალში ამისათვის საჭიროა გვერდზე დგომა. ნიკოფსიაში იმ ადგილს, სადაც სვიმონ კანანელს მეფე ადრეკმა თავი მოკვეთა სისხლის კვალი დღესაც ამჩნევია. აფხაზეთში ახალი ათონის მთაზე მდებარე სვიმონ კანანელის ტაძართანაც სისხლია დაღვრილი. საქართველოს დედაქალაქში მშენებარე ტაძარი კი უნდა იქცეს ადგილად, სადაც სიმშვიდე და მშვიდობა დაისადგურებს. ამაში წვლილი შეტანა თითოეული ქართველის ვალი კი არა, პატივი და პრივილეგიაა.